მოგესალმებით, ძვირფას ტელემაყურებლებო, დილის მონეტიზაცია იწყებს ეთერს 24 ივნისის დილიდან გიგათვაური და მონეტიზაციის გუნდი მუშაობს თქვენთვის. ძალიან საინტერესო, როგორც ედიტორიალში დაგიანონსეთ, ძალიან საინტერესო кейსი გვაქვს დღეს, ალბათ დიდ გამოხმაურებასაც პოვებს ჩვენს მომხმარებელში, საქართველოს კონკურენციას და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს, რომელსაც ჩვენი მაყურებელი ძალიან კარგად იცნობს, საქართველოში გაყალბებული პროდუქციის გაყიდვა გამოავლინა. გაყალბებული პროდუქციის, როგორც შესავალში ვახსენე, რეპლიკა, ერთ კონკრეტული ბრენდის რეპლიკა, რომელიც მომხმარებელი იძენდა როგორც ორიგინალს. ამასთან დაკავშირებით პრინციპში კომპანიებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენი გადაცემის მთავარი მიზანია, რომ მომხმარებელმა იცოდეს ზუსტად რა არის მისი უფლება ამ ქვეყანაში და როგორ დაიცვა საკუთარი უფლებები. ამათი ამაროვი საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს მომხმარებელთა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე. ამათი კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ კვლავ ხართ ჩვენს გადაცემაში სტუმრად. ყოველთვის კლient თქვენი სამსახურის და განსაკუთრებით თქვენი სტუმრობა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ვაფასებთ ამას, იმიტომ რომ მსგავსი кейსების ანალიზი ძალიან დიდ ინფორმაციას აძლევს ჩვენს მომხმარებელს, რომ დაიცვან თავი. ხო, იმიტომ რომ სულ რაღაცა 10 წლეულის წინ ამ ფორმით ნამდვილად არსებობდა კონკურენციის სააგენტო და შეუძლებელი იყო ფაქტობრივად საკუთარი თავის დაცვა მსგავსი მაქინაციების გამო. შემიძლია უწოდო მაქინაციები. მე მგონი ამაში პრობლემა არ არის. კარგით, მოდით თავიდან ვისაუბროთ კონკრეტულ кейსზე, რა მოხდა, რა ინფორმაცია მიიღო და როგორ მიიღო კონკურენციის სააგენტომ და შემდეგ უკვე დეტალებზე გადავიდეთ. მშვიდობისა გიგა, კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენს მაყურებლებს და თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ რამოდენიმე ათეული წლის წინ ეს შესაძლებლობა 10 წლის წინ კი არა, თუნდაც 5 წლის წინ ეს შესაძლებლობა არ ჰქონდა მომხმარებლებს, მათ უწევდათ სასამართლოში დავის გაგრძელება და 2022 წლიდან არსებობს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, რომელიც უზრუნველყოფს და იცავს მომხმარებლის უფლებებს საქართველოში. დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ დავიწყოთ საუბარი რეპლიკაზე, ბრენდებზე და არაბრენდირებული ნივთის გაყიდვაზე. გასულ საუკუნეში, ხო, 21 საუკუნეში გაცილებით აქტუალური გახდა ეგ პრობლემა მთლიანად მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. ძალიან ბევრი არაბრენდირებული ნივთის წარმოება ხდება, გაყიდვა და ეს განპირობებულია თავისი პრობლემებით, აქ უარყოფითი შედეგებით და დღეს ზუსტად ამ საინტერესო кейსზე ვისაუბრებთ შემთხვევაზე. 2025 წელს სააგენტოს მოგმართა მოქალაქემ, რომელმაც იყიდა ერთ-ერთ მაღაზიაში, ტექნოლაბში, იყიდა მობილურის დამტენი კონკრეტული ბრენდის, გადაიხადა საკმაოდ სოლიდური თანხა ამ ბრენდში. და სახში მიტანის შემდგომ აღმოაჩინა, რომ ეს არ იყო ის ბრენდი, რომელიც სურდა, არამედ იყო რეპლიკა. შესაბამისად მიმართა მოვაჭრეს, მოითხოვა თანხის დაბრუნება, რაზეც მიიღო მოვაჭრისგან უარი. ჩვენ დავიწყეთ საქმის შესწავლა და დავინახეთ გარკვეული პრობლემები, უსამართლო კომერციული საქმიანობის ნიშნები. ჩვენი მაყურებლებისთვის უფრო ნათელი რომ იყოს, რას ნიშნავს და რა არის უსამართლო კომერციული საქმიანობა. უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ისეთი საქმიანობა, როდესაც მოვაჭრე ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს, არაკეთილსინდისიერად მოქმედებს და ამის შედეგად ყველა მომხმარებელს გააჩნია ნდობა მაღაზიის მოვაჭრის გამყიდველის მიმართ. შესაბამისად, როდესაც მოვაჭრე ეუბნება მომხმარებელს, რომ ეს არის ბრენდირებული ნივთი, მას უჩნდება ნდობა და ყიდულობს ამ ნივთს. უნდა განვასხვაოთ ორი ასპექტი. უსამართლო კომერციული საქმიანობა შეიძლება გამოიხატებოდეს როგორც მოქმედებით, ანუ მოვაჭრე პირდაპირ გვეუბნება, რომ ეს არის ბრენდი, ეს არ არის რეპლიკა, იგივე მახასიათებლები აქვს, ამით შეყავს მომხმარებელი შეცდომაში. და მეორე მხარე არის, როდესაც მოვაჭრე არაფერს არ აკეთებს, თუმცა თანხზე განთავსებული აქვს პროდუქცია, ნუ ამ შემთხვევაში მოდით ვისაუბროთ ადაპტერზე, რომელიც ვიზუალურად მომხმარებელს ძალიან გაუჭირდება, რომ გაარჩიოს ბრენდირებული ადაპტერისგან. ანუ რეალურად მოვაჭრე არაფერს არ აკეთებს, ინფორმაციას არ აწვდის მომხმარებელს და ამით მომხმარებელს უჩნდება ის აღქმა, რომ განთავსებულია თანხზე ბრენდირებული ნივთი და ყიდულობს ამას. რა თქმა უნდა, ამას აქვს ძალიან ცუდი შედეგები, ანუ
ძირითადად მომხმარებლები ბრენდირებულ ნივთს იმიტომ ირჩევენ, რომ არის ხარისხი, არის გარანტია, ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს საერთაშორისო გარანტია და ძალიან ბევრი სხვა დადებითი თვისება. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში ჩვენს შემთხვევაში ჩვენ განვიხილეთ და დავინახეთ ასეთ სურათი. დაღზე იყო განთავსებული პროდუქცია, რომელიც ვიზუალურად იერსახით ძალიან გაუდა ცნობილ ბრენდს, თუმცა იყო ძალიან პატარა უმნიშვნელო განსხვავებები. მაგალითად, ლოგო იყო დატანილი განსხვავებულ ადგილას, შრიფტი იყო ოდნავ განსხვავებულად დატანილი, მაგრამ ბუნებრივია მომხმარებლისთვის არ იქნება ცნობილი და შეიძლება იყოს კიდეც ცნობილი ბრენდის ლოგო როგორ გამოიყურება, მაგრამ ის თუ სად არის განთავსებული, ანუ შეფუთვის ყუთის რომელ მხარეს და მეთანხმებით, რომ ხშირ შემთხვევაში მომხმარებლისთვის არ არის ეს უცნობი. შესაბამისად, ენდო მოვაჭრეს, იყიდა ეს ნივთი და ყველაზე ასე ვთქვათ, ცუდი, რაც მოხდა საგარანტიო ფურცელში, თავად მოვაჭრემ მიუთითა, რომ ეს არის კონკრეტული ბრენდის ადაპტერი. ანუ იმის აღქმა მომხმარებლას არც ფასი გადაუხდია დავუშვათ ძალიან დაბალი, რომ გაუჩნდეს იმის ეჭვი, რომ შეიძლება არაბრენდირებული ნივთია. არც საგარანტიო ტალონში ეწერა დავუშვათ, რომ ბრენდი უცნობია, ან საერთოდ არ გააჩნია ბრენდი. თავისთავად არაბრენდირებული ნივთების გაყიდვა კანონით აკრძალული არ არის. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი. აქ არის მნიშვნელოვანი ის, რომ შედის მომხმარებელი იხდის კონკრეტულ ბრენდში თანხას და მის რეპლიკას თავიდანვე თუნდაც სხვა ბრენდს იღებს. ამათი რა მაინტერესებს? თქვენ მიიღეთ ეს და ვიცით, რომ 2025 წელს მოხდა ამ პრობლემის დაფიქსის შესაბამისად მაქსიმუმ რამოდენიმე თვე იქნებოდა დასკვნის დასადებად. რაც ძალიან კარგია. თუმცა, მოდით ცოტა ფართო სურათში შევხედოთ ამ ყველაფერს. მესმის, რომ მუშაობს კონკურენციის სააგენტო, მესმის, რომ ძალიან ეფექტურია, თუმცა ეს უკვე არის დამდგარი შედეგის განხილვა. ვინ არეგულირებს, ან ვინ უნდა არეგულირებდეს მსგავს სიტუაციას, რომ მსგავსი кейსები ავირიდოთ თავიდან. ეს არ არის რაღაცა ისეთი მაღაზია და დახლი, რომელიც მდებარეობს რაღაცა ქუჩის კუთხეში. ეს არის ძალიან ცნობილი მაღაზია, ძალიან ბევრი მომხმარებლით, საკმაოდ აქამდე მეგონა ყოველ შემთხვევაში რომ დიდი პასუხისმგებლიანი ოპერირებით, ვინ არეგულირებს და ვინ უნდა არეგულირებდეს ამას. როგორია წარმატებული ქვეყნების პრაქტიკა, იმიტომ რომ ძალიან ფრუსტრირებული ვარ მე პირადად და უკვე ეჭვები გამიჩნდა ძალიან როგორც კი კონკურენციის სააგენტომ ეს кейსი გამოავლინა, მე ტელეფონს დავხედე ჩემს ეს უკან, ჩემი ადაპტერი ავიღე, მთელი ოჯახის წევრების ადაპტერები შემოწია, რომ ეჭვები გამიჩნდა. რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? კი ბატონო, როგორც ევროპულ ქვეყნებში, იქნება ეს გერმანია, იტალია, საფრანგეთი ან ნებისმიერი სხვა ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ამ ქვეყნებშიც არსებობს შესაბამისი უწყება, როგორც საქართველოში მომხმარებლის კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, რომელიც არის პასუხისმგებელი ამ შემთხვევების გამოვლინებაზე და შესაბამისი რეაგირების მოხდენაზე. ჩვენ შემთხვევაშიც არ არის აუცილებელი მაინც და მაინც გადავაწყდეთ ამ შემთხვევას, ამ პირადად შევიძინოთ ადაპტერიდან, მერე სახში აღმოვაჩინოთ, რომ თურმე არ ყოფილა ბრენდირებული. თუ ჩვენ წავაწყდებით ასეთ შემთხვევას, დავინახავთ ნებისმიერ მაღაზიაში ან ნებისმიერ ონლაინ ვებგვერდზე, ყველა მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მიმართოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს უმარტივესი ფორმა არის შესავსები და მეტი არაფერი არ სჭირდება მომხმარებლისთვის, ჩვენ დავიწყებთ მოკვლევას და მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას. აქვე გეტყვით, რომ თუ მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული მოვაჭრის მიმართ გამოვიდა და გამოვიტანეთ ეს გადაწყვეტილება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მარტო ამ მოვაჭრეს ევალება სწორი ინფორმირება მომხმარებლების. ეს გადაწყვეტილება ვრცელდება აბსოლუტურად ყველა მოვაჭრეზე, ვინც ოპერირებს საქართველოში. მიუხედავად იმისა, ეს იქნება ონლაინ გვერდი თუ ადგილზე შეძენა, ინფორმირება ბრენდის შესახებ, ეს არის რეპლიკა, ნამდვილი ბრენდია, თუ ნებისმიერი სხვა მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, უპირველეს ყოვლისა არის ეს ვალდებულება აკისრია მოვაჭრეს. ამათი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. ის ადამიანები, ვინც შეიძინეს კონკრეტული ადაპტერები და ვერ მიხვდნენ, რომ ეს იყო სხვა ბრენდი თუ რეპლიკა, არ აქვს მნიშვნელობა. მათი უფლებები დარღვეულია. რა რეკომენდაციები და რა
სანქციები ეგრეთ წოდებული გასცა კონკურენციის სააგენტომ იმისათვის რომ იმ მომხმარებლების უფლებები, დარღვეული უფლებები აღდგეს და იგრძნონ მათაც კონკურენციის სააგენტოს გვერდში დგომაზე. საუბრის დასაწყისში ჩვენ ვახსენეთ, რომ ერთი მომხმარებლის განცხადება შემოვიდა სააგენტოში და ერთი მომხმარებლის განცხადების საფუძველზე დაიწყეს საქმის შესწავლა. შესაბამისად, შედეგი რაც მივიღეთ გადაწყვეტილებით, არ გავრცელებულა მხოლოდ ერთ მომხმარებელზე. ეს გადაწყვეტილება ვრცელდება ყველა მომხმარებელზე, მიუხედავად იმისა, მოგმართეს თუ არა. ამიტომ თუ ოდესმე 2022 წლიდან, როდესაც ამოქმედა ეს კანონი, თუ მოვაჭრეს ქონია მსგავსი მიმართვა მომხმარებლების მხრიდან, რომ უკმაყოფილო არის დაუშვათ ხარისხით, ან ეჭვი აქვს, რომ ბრენდი არ არის. ამ შემთხვევაში იგივენაირად უნდა მოიქცეს, როგორც კონკრეტულად ჩვენი მომხმარებლის შემთხვევაში. ანუ მათთვის გამარტივდება პროცედურები, ვინაიდან კონკურენციის სააგენტოს უკვე დადგენილება აქვს. შეუძლია, არ არის აუცილებელი, რა თქმა უნდა, ჩვენი გადაწყვეტილების აღება და წარდგენა მოვაჭრისთვის ისედაც ცნობილია ჩვენი გადაწყვეტილება, თუმცა უფრო გასაგებიდან ათელი რომ იყოს მომხმარებლისთვის, შეუძლია ჩვენს ვებგვერდზე ყველა ჩვენი გადაწყვეტილება საჯაროა და განთავსებულია. შეუძლია ამ გადაწყვეტილებით მივიდეს მოვაჭრესთან და უთხრას, რომ მე იდენტური შემთხვევა მქონდა, შევიძინე მეგონა რომ ვიძენდი ბრენდს და შევიძინე არაბრენდირებული ნივთი, ამიტომ მოახდინე შესაბამისი რეაგირება, ან შემიცვალე ბრენდირებულ ნივთში, ან დამიბრუნე თანხა. და ეს უფლება ჩვენი უფლების დარღვევიდან 2 წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა მივმართოთ მოვაჭრეს ან კონკურენციის სააგენტოს რომ მოახდინოთ შესაბამისი. ამათი ძალიან შეიძლება ჩაღრმავებულ კითხვებს ვსვამ, უბრალოდ მე წარმოვიდგინე უფლება დარღვეული მომხმარებლის ადგილას თავი. ანუ პირველ შემთხვევაში, სანამ კონკურენციის სააგენტომდე შემოვიდოდა ეს кейსი, მომხმარებელმა მიმართა მაღაზიას და მაღაზიამ არ გააკეთა ქმედება. რა მოხდება იმ შემთხვევაში, რომ ზუსტად მიმართონ და კვლავ იგივე განმეორდეს? ანუ კონკურენციის სააგენტოს დადგენილების შემდეგ. თუ არ შეასრულებს მოვაჭრე კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებას, კანონი ითვალისწინებს უკვე სანქციას. ეს არის წინაფინანსური ბრუნვის 2%-მდე შესაძლებელია იყოს ჯარიმა, რაც დამეთანხმებით რომ საკმაოდ სოლიდური თანხაა და კი ბატონო, თუ გადაწყვეტილების შესრულების პრობლემის წინაშე დავდგებით, აუცილებლად გამოვიყენებთ ამ სანქციასაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი უფრო პრევენციული ხასიათის არის და ახლაც ჩვენ მივეცით დამატებითი ვადა, გონივრული ვადა მოვაჭრეს, რომ აღმოფხრას ეს ხარვეზები. ამათი მე ნამდვილად არ მეგონა თუ მსგავსი შემთხვევები ასე მაკრო დონეზე საქართველოში კიდევ ხდებოდა, მით უმეტეს დედაქალაქში, რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ვინაიდან აქ ძალიან დიდი კონკურენცია, შედარებით დიდი კონკურენცია ვიდრე რეგიონებში მსგავსი მიმართულებით, მე ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით პირველ რიგში და კიდევ ერთხელ მინდა რომ გამოუკვეთო თქვენი სამსახურის ფუნქციონირების აუცილებლობა და იმ მანდატების გაზრდა რაც დღეს გაგაჩნიათ აუცილებლად, იმიტომ რომ მსგავს შემთხვევებს აუცილებლად უნდა იცავდეს კონკურენციის სააგენტო უფრო მეტი მანდატით და უფრო გაფართოებული უფლებებით. დიდი მადლობა, იმედია მსგავსი შემთხვევა აღარ დაფიქსირდება და ეს იქნება ერთგვარი მაგალითი სხვა კომპანიებისთვისაც, რომ მოიქცენ ისე როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესი. დიდი მადლობა შევახსენებ მაყურებელს, რომ ამათი ამაროვი კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს მომხმარებელთა უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო ჩვენი გადაცემის პირველი ბლოკის სტუმარი ძალიან საინტერესო თემით. თქვენ დაგველოდეთ, ძალიან საინტერესო მეორე ბლოკი გელოდებით.